მოგესალმებით. აი ეს არის ქარის ბორბალი, ჩემს მიერ კონსტრუირებული და გაკეთებული. არჩევანი ქარის ბორბალზე გავაკეთე იმის გამო, რომ ასეთი მოწყობილობა სუსტი ქარის დროსაც კი იწვევს მოძრაობას. ას არის თქმის ხახნიან ქარის ძრავებზე. როდესაც 2 და 3 ფრთა, აი მაგათ ორიც არის ვენტილატორის თებია, თვითმფრინავის ხრახნი. თავიდან მეგონა რომ ძალიან ადვილი იყო ამის გაკეთება, რომ გავაკეთებდი ბორბალს, მივუერთებდი დინამოს და დავტკბებოდი მუქთი ელექტროენერგიით, მაგრამ ეს ასე არ არის, იმიტომ რომ ქარი არის მეტად ჭირვეული ენერგიის წყარო და ეფექტური კონსტრუქციის გასაკეთებლად საკმაოდ ბევრი ფაქტორის გათვალისწინება არის საჭირო. ჩემ შემთხვევაში ეს ქარის ბორბალი დავამზადე მე ველოსაპედის თვალზე, აი ბაზაა არის აღებული ველოსაპედის თვალი, რომელიც გარშემო მოათავსე 16 ფრთა. ეს ფრთის ზომები არ არის შემთხვევითი და აუცილებლად გარკვეულ პროპორციას უნდა ემყარებოდეს. საქმე იმაშია, რომ აეროდინამიკაში ცნობილია ეგრეთ წოდებული ბეცის კანონი, რომლის თანახმადაც უნდა გამომდინარე ამ კანონიდან გამომდინარე ეს დიდი დიამეტრი პატარა თვალის დიამეტრთან ფესვის 3 ჯერ უნდა იყოს მეტი, რომ იყოს ეფექტური ეს მოწყობილობა. ჩემ შემთხვევაში თითქმის სრულდება ეს პროპორცია. არ დავწვრილმანდები ახლა ამ კანონის ახალხილვაზე, გადავიდეთ კონსტრუქცია თუ როგორ აქვს გაკეთებული. თავისებურება ამ კონსტრუქციისა არის ის, ჩემი კონსტრუქციისა არის ის, რომ მას არ აქვს კუდი. გინახავთ ალბათ ხარის ძრავები, რომელსაც მიმართულების დასაჭერად გაკეთებული აქვს დიდი კუდი უკანა მხარეს. აი ჩემი არის უკუდო ქარის ბორბალი და ქარის მიმართულებით მოტრიალება ხდება იმის გამო, რომ ამ ბორბლის ქარის წინააღმდეგობა ქარის მიმართ არის საკმაოდ დიდი და ქარი თვითონ შემოატრიალებს და დააყენებს თავის მიმართულებით. შემოbrunება ხდება აი ვერტიკალური ღერძის გარშემო, რომელიც დამზადებული აქვს ველოსაპედის რულის ნაწილია ესა, თავისი არსებული საკისარებით და ისია დაყენებული, რომ აი ნებისმიერ მოტრიალებაზე, ნებისმიერ მდგომარეობაზე ის ჩერდება. ესე იგი გასწორებულია ეს მასწორებაში. არ აქვს ასად ესე იგი გრადიენტი, რომ სამხარეს ქონდეს მაგათ უპირატესობა. რაც შეეხება ბრუნათა გადაცემას გენერატორზე, აი მე დავაყენე აქ ესეთი კბილანური გადაცემა. საკმაოდ გამიჭირდა ამის გაკეთება, მაგრამ მაინც შევძელი. გადაეცემა ესე იგი პატარა კბილანას 1/9 არის გადაცემის კოეფიციენტი და აი საკისრების საშუალებით საკისრებში ხდება ბრუნვა, ღერძით ხდება გადაცემა და მეორე ბოლოში დამაგრებული მაქვს გენერატორი, რომელიც სპეციალურად ამ მოწყობილობისათვის გავაკეთე. სპეციალურად იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ესე იგი გენერატორი, რომელსაც თქვენ ხვდებით ხოლმე. მისი კონსტრუქცია მე ავიღე იგორ ბელეცკის ვიდეო რგოლიდან, შემიძლია მოხსნას მისამართი და იმით გამოირჩევა ეს გენერატორი, რომ მას ესე იგი მაგნიტური ჩაჭიდება არ აქვს. ნებისმიერი მცირე ძალის ქმედებითაც კი იწყებს ბრუნვას და ძალიან მოხერხებულია ქარის ასეთი ქარის ძრავებისათვის. ეხლა მაგრამ არ აგვიმართლა, იმიტომ რომ აი უკარო ამინდია, აი ხედავთ ხეზე ფოთოლიც კი არ ტოკავს. მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ისეთი გზნობი არის ჩემი მოწყობილობა, რომ 2 მეტრი წამის სიჩქარის ქარის დროსაც კი უკვე საკმაოდ ეფექტურად ბრუნავს. თუ გაგვიმართლა და დაუბერა ნიავმა, თუნდაც დაგარწმუნებ თამაში. ასეთი ქარის ძრავის დამზადება იდეა მომივიდა მაშინ, როდესაც რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინასთან.
2022 წელს მარტში და აპრილში თითქმის გათვლილი ქონდა ელექტროენერგია ძალიანად. ამიტომ გადავწყვიტე გამეკეთებინა ასეთი ქარის ბორბალი. შემდეგში სიტუაცია უკანალებმა გამოასწორეს, საკმაოდ კარგი გამართეს ეს სიტუაცია და მას შემდეგ შეგვიძლია დაწუნებით გითხრათ, რომ ფაქტიურად, ესე იგი, არავითარი შეფერხება ელექტროენერგიის მხრივ ჩვენ არ გქონია. ამიტომ ასეთი მოწყობილობა სრულიად ზედმეტი გამოდგა და არც მიხმარია, რომ გითხრათ. დღეს იგი უბრალოდ სადემონსტრაციო ფუნქციას ასრულებს. მარტო ის ფაქტი, რომ ესე იგი ელექტროენერგიის მხრივ, აი ომში მყოფი ქვეყნისთვის არა რომ ელექტროენერგია ჩვენ მუდმივად გვაქვს, იმის დამადასტურებელია თუ როგორი ორგანიზებული და როგორი ძლიერი ხალხი არის უკრაინელები. მაშინ მაგარი ქვეყანა, მაგარი ხალხია ზმაო ეს უკრაინელები და ჩვენ ალბათ ვერ გვაქვს მისაბაძი მათზე. საქმე აი წარეთ მახსენდება მე 2000-იანი წლები შევადაძის პერიოდი, როდესაც ჩვენ ქვეყანაში სულად უმიზესოდ არც ომი იყო, არც არაფერი და არც ელექტროენერგია გქონდა, ქურდული სამყაროც კაპაშპაშებული იყო, ხელფასები არ იყო, პენსიები არ იყო და მთელი უბედურებები იყო ქვეყანაში. აი უთვალ მოყვარეოთ ვიტანდით ჩვენ ყველაფერ ამას. და ჩვენ აი ბევრი გვაქვს სასწაული უკრაინელებისაგან. თუნდაც აი ღირსება გვაქვს სასწაული ამათგან. აი მადლობა რომ მიყურეთ.